ისრაელის სამხედრო და შინბეტი ოთხშაბათს დაადასტურეს, რომ ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერი მოჰამად ოდეჰი მოკლეს საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზას ქალაქის რიმონის უბანში. ეს მოხდა მხოლოდ 11 დღის შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა მისი წინამორბედი მოკლეს. ისრაელის სამხედროების თქმით, ოპერაცია განხორციელდა რამდენიმე თვიანი სადაზვერვო თვალთვალის შემდეგ და მიზნად ისახავდა რამდენიმე შენობას, რომლებიც როგორც ვარაუდობენ, ოდეჰის სამალავების ქსელის ნაწილი იყო. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა შეაქო, როგორც თავად უწოდა, დარტყმის ბრწყინვალე შესრულება და განაცხადა, რომ ოდეჰი გაგზავნილია თავის თანამზრახველებთან ჯოჯოხეთის სიღრმეებში შესახვედრად. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და კაცმაც ასევე პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ ყველა იმ პირის მიზანში ამოღებას, ვინც მონაწილეობდა ჰამასის მიერ ისრაელზე მოწყობილ 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში. ოდეჰი ადრე ჰამასის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 7 ოქტომბრის თავდასხმების დაგეგმვასა და კოორდინაციაში. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ოდეჰი იყო ჰამასის იმ უკანასკნელ უფროს მეთაურებს შორის, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული 7 ოქტომბრის თავდასხმასთან და მის სიკვდილს, ჯგუფის სამხედრო სტრუქტურის აღდგენის მცდელობებისთვის მნიშვნელოვან დარტყმად აფასებს. ეს მკვლელობა ამატებს იმ ჰამასის მაღალი რანგის ლიდერების მზარდ სიას, რომლებიც ისრაელის განცხადებით ომის დაწყების შემდეგ გაანადგურეს. მათ შორის არიან იაჰია სინვარი, მოჰამედ დეიფი და მოჰამედ სინვარი. გაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე გაურკვევლობა გრძელდება, რადგან ჰამასი უარს ამბობს იარაღისა და სამხედრო კონტროლის ჩაბარებაზე. და ჩვენთან ერთად ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა პროფესორი კობი მიხაელი, უფროსი მკვლევარი INSS-ში და მასგავის ინსტიტუტში, ასევე ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოადგილე გენერალური დირექტორის პოსტზე. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. რა დამატებითი ინფორმაცია გვაქვს მოჰამედ ოდეზე და რატო არის ეს ესეთი მნიშვნელოვანი ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის? ჰამდალდადაი ჰამასის სამხედრო ფრთის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი იყო უკვე დიდი ხანია. მას სამხედრო ფრთაში დიდი გამოცდილება აქვს. უმეტესად ან სულ მცირე ბოლო პერიოდში ის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი იყო. რაც ნიშნავს, რომ ის აგროვებდა ინფორმაციას ისრაელზე. მაგრამ ის იყო ერთ-ერთი დამგეგმავი 7 ოქტომბრის მკვლელური თავდასხმისა. მე ვიტყოდი, რომ ის უფრო ბუნებრივი არჩევანი იყო აზადინ ალ-ხადადის შეცვლისთვის, მაგრამ მან ამის დაკეთებაზე უარი თქვა. ვარაუდობ, რომ მან იცოდა რატომაც. მაგრამ საბოლოოდ ის მაინც დანიშნეს და სინამდვილეში ეს იყო ჰამასის სამხედრო ფრთის ნებისმიერი ლიდერის ყველაზე მოკლე ვადა. და იმედი მაქვს, რომ იგივე შედეგი ექნება მათაც, ვინც მის შემდეგ მოვლე. კარგი, ეს ჩემი შემდეგი კითხვაა, რადგან ესეთი დარტყმა, ესეთი მკვლელობა რეალურად რამდენ ზიანს ატენებს? მის ადგილს მალე სხვა აუცილებლად დაიკავებს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი უბრალოდ გააგრძელებს გამოჩენას. რამდენ ზიანს ატენებს ეს? მე ვფიქრობ, რომ არსებობს დაგროვილი ზიანი, ჩვენ ეს დროის ჭრილში უნდა აღვიქვათ და გავიგოთ. ეს მხოლოდ მიზანში ამოღება არ არის, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ჰამას ამ მხრივ არ აქვს რეზერვები. გულისხმობ, ყველა შემდეგი ადამიანი, ვინც მოვა, მინიმუმ 2 მათგანი არის სიაში, რომლებიც პოტენციური კანდიდატები არიან მის შესაძლებლად. ორივე მათგანი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, მაგრამ ჰამასის უმაღლესი ეშელონის არ არიან. და ეს არის ყველაფერი. გულისხმობ, სიაში აღარავინ დარჩა. ასე რომ, შემდეგი ვინც სამხედრო ფრთის ლიდერს ჩაანაცვლებს, იქნება გამოუცდელი სამხედრო პირი და ეს აისახება ჰამასის შესაძლებლობებზე. და თუ ზარალის დაგროვებაზე საუბრობთ, ჩვენ საუბრობთ ორგანიზაციაზე, რომელიც კარგავს თავს. სარდლობისა და მართვის აპარატს. და ეს არის ორგანიზაცია, რომელიც კარგავს ამ ტიპის გამოცდილებასა და უნარებს. ამ ტიპის ლიდერებს. და შესაბამისად საბოლოო ჯამში ეს არის რაღაც, რაც ასუსტებს ორგანიზაციას. კარგი და მოკლედ რას ამბობს ეს იმაზე, სადგანან ისინი ახლა და ასევე როგორია ისრაელის ყოფნა ღაზაში? მე ვფიქრობ, რომ ეს მათ მდგომარეობას უფრო ამძიმებს გუშინწინდელ დღესთან შედარებით.
და მე ფიქრობ, რომ ეს უფრო გვიახლოებს სამხედრო ოპერაციის განახლებას ჰამასის წინააღმდეგ ღაზაში. რადგან მე სხვა გამოსავალს ვერ ხედავ. თუ ხალხი სერიოზულად ეკიდება 20 პუნქტიანი გეგმის განხორციელებას. რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ უზრუნველყოთ ღაზას სექტორის დემილიტარიზაცია და არავინ გარდა ისრაელის თავდაცვის ძალებისა არ არის მზად და უნარიანი, რომ ეს სათმე გააკეთოს და ჰამასი დაშალოს. კარგი, პროფესორ ობი მიხაელ, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით.